ოშ. თებერვლის სუსხიანი დილაა, დილის 9 საათია და რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე ცივ წყლის აბაზანა. ეს მახოა, რომელიც წყლის ტემპერატურას გაზომავს ხოლმე. ჰაერის ტემპერატურა ახლა 2 გრადუსია. ესტონეთში, ჩრდილოეთის დაუნდობელ სიცივეში ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა, რომ სტრესი შეუნდა ეწვიო. მანამ, სანამ სტრესი თავად გეწვევა. ალბათ ბევრჯერ შეგიმჩნევია, როგორ ბანაობენ ზამთარში და ძალიან ბევრი სტერეოტიპი არსებობს და ბევრჯერ გავგონია, როგორ არ შეიძლება ცივ წყალში ჩასვლა, ან ზამთარში ცურვა, ან ზოგადად სიცივე როგორი მავნებელია. მაგრამ შენი წარმოდგენა სიცივეზე სრულად შეიძლება, იმიტომ რომ სიცივე ისეთ ცუდი არ არის, როგორც შენ გონია. შენ თუ ერთხელ ჩახვალ ცივ წყალში დამიჯერე, ამას ვეღარასდროს ვერ შეეშვები. ეს გაგრძოვნებს თავს ცოცხლად, ძლიერად, ჯანმრთელად და ბედნიერად. ახლა წავიდეთ, ტემპერატურას გავზომავთ და დანარჩენს უკვე წყალთან მოგიყვები. წყლის ტემპერატურა 3.3 გრადუსია, რაც ნაკლები მით უკეთესი. მაგრამ 0.5 გრადუსზე ნაკლები ფიზიკურად ვერ იქნება წყალი, იმიტომ რომ მაგის შემდეგ უკვე გაიყინება. პირველად როცა დავიწყე, იყო მარტის თვე, 3 წლის წინ დაახლოებით და როცა ესტონეთში გადმოვედი საცხოვრებლად, მივხვდი რომ ამ ქვეყანაში, ამ პირობებში ძალიან რთული იქნებოდა გეცხოვრა, რადგან ბევრი ადამიანი იტანჯება შფოთვებით და ესეთ ჩაკეტილი ცივი გარემოთი, ბევრი ადამიანი მოდის და ზამთარში ცურავს წყალში. შეიძლება გაგიკვირდეს რა შუაშია ზამთარში ცურვა, დეპრესია და შფოთვები, მაგრამ ძალიან დიდ კავშირშია ერთმანეთთან. ცივი წყალი იმდენად დიდ ჰორმონალურ ცვლილებებს იწვევს, წყლიდან ამოსვლის შემდეგ გამოიყოფა ენდორფინი, ეგრეთ წოდებული ბედნიერების ჰორმონი, მოტივაციის ჰორმონი, დოპამინი, იწევს სტრესის ჰორმონი, რაც ეხმარება ქრონიკული სტრესის მოხსნაში. ხვდები რომ ეს არის ერთ-ერთი კარგი გამოსავალი, რითიც შეგიძლია შენი თავი დააჩელენჯო და შენი გარემო და განწყობა მთლიანად შეცვალო. თავარია ჩვენი აღქმები და დამოკიდებულებები და ზუსტად აქედან როცა ამოდიხარ, მაშინ შენი დამოკიდებულებები ზუსტად იცვლება, მინიმუმ შენის თავის მიმართ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ცივმა წყალმა მასწავლა. რომ სიცივეს არ უნდა გაუთამამდეთ. თუ დამწყები ხარ, მაშინ ყველა იმ რჩევას უნდა მოусმინო, რასაც მე გეტყვი შენ დროთა განმავლობაში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ გულსისხლო დაავადებები გაწუხებს, ეს შენთვის არ არის, მაგრამ თუ ჯანმრთელი ხარ და გინდა რომ შენი ცხოვრება რაღაც კუთხით შეცვალო, მაშინ მე უნდა გამომყვე. ბევრი ადამიანი დადის სხვათა შორის და ხშირად მეკითხებიან ქალებისთვის შეიძლება ან ბავშვებისთვისო. აქ დროთა განმავლობაში ნახავ რამდენი ბავშვი და ქალი მოდის მათ შორის და მოხუცი ახალგაზრდა ძალიან ბევრი ადამიანი. ამიტომ რაც ცივი წყლისგან შეიძლება გაშორდეს, ეს არის ძირითადად შიში. ძალიან ბევრი ადამიანი ჩემს უკანა მათ შორის მე ქუდებში ვართ. მნიშვნელოვანია რომ თავის ტემპერატურა შენარჩუნდეს მაშინ როცა ცივ წყალში ჩადიხარ. პირველ რიგში, სადაც სიცივეს გრძნობ, ეს არის ხელები, ფეხები, რომელიც ახლა გაყინული მაქვს, მაგრამ სხვა მხრივ ამ წელს არ მცივა და თავი, რომელიც პლასტიკები გამომიჭიდე. ერთმა ადამიანმა მომწერა, თუ დამაჩელენჯებო და ყოველთვის ვამბობ, რომ არასდროს არავის არ ვაჩელენჯებ გარდა საკუთარი თავისა. ცივ წყალთან დამოკიდებულება არის მხოლოდ საკუთარ თავთან ბრძოლა. იმიტომ რომ რამდენ ხანს გაძლებ მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება ვიღაცა 10 წუთის გარწევს, მაგრამ მე რა? ხო არაფერი აჩი. მე წამნახევარი. ხო, წამნახევარი, მაგრამ სხვა შორის ჩემთან სტუმრად არის. ბლოგერი აჩი, რომელსაც ერთადერთი ადამიანი იქნება, რომელსაც დავაჩელენჯებ. ოღონდ მე ვუბიძგებ, რომ მან საკუთარი თავით დააჩელენჯოს და არა მაინც და მაინც რომ მე დამაჩელენჯოს, იმიტომ რომ აჩი შეიძლება მე მომიგოს, მაგრამ აჩი თუ საკუთარ თავს ვერ მოუგო, საწავა აჩი. ეს ხალხი წავიდა ახლა და მე კი ჩავალ. არა, გავიყინე ამდენ ხანში. ბიჭო, კი თბილა. არა, მე თბილა, ბიჭო, მე თბილა. ცივად სუსტებს. მოკლედ ეს არის ჩვენი აჩი. ანუ მე ხა კი თბილად გავარ, მეგობრებო, მაგრამ მალე ალბათ მეც დამერხავ, იმიტომ რომ მე საქჩასას ვაპირებ რა. დაიმახსოვრე. 10-15 წამიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ცივი წყლის აბაზანა მიიღო. ეს შეიძლება იყოს შენ აბაზანაში, შეიძლება იყოს მდინარეში, ტბაში, ზღვაში, ყველგან, მაგრამ სანამ ბუნებრივ პირობებზე გადახვალ, დაიმახსოვრე. პირველ რიგში მიიღე ცივი წყლის აბაზანა საკუთარ სახლში. და ხშირად როცა მეკითხებიან, რა გავაკეთო თუ შემცირდებაო, ჩაიცვით თბილა და ისე შევდით ცივ წყალში. დაგეხმარებათ. სანამ ეს ქალბატონები მოვლენ. არა დაუთმოთ მანდილოსებს. ეს ბიჭო, აი რა დამპალისუდეს პატრონია. ეს კაი ბებო იყო ისე. ბიჭო, როგორ ნარნა, შეხთან ჭორაობენ. ხა არის მის აქტორი, რაღაცა ის ლაპარაკობს, ესე უნდა რომ შენი შვილიო რა შვებავ და რა აი პირველ კლასში მივედით დაახლოებით ეგეთი ლაპარაკი აქვს. და ხო აი ხელთათმანები, ქუდი, ცივწყალში და ჰოპ. ბებოები ეფლირტავებიან ჩემბი. კათი და თამანები. ჩამოდი. აი ამდენ ლაპარაკს საქმეს მივხედოთ. სუნთქვა არის ერთ-ერთი ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც შეგიძლია შენ განზრახ და გაცნობიერებულად აკონტროლო. წყალშიც იგივე პრინციპით არის. სუნთქვაზე თუ კარგავ კონტროლს, კარგავ შეთავზე კონტროლს. როცა პანიკურ სიტუაციაში ვარდებით, როგორც წესი ჩვენ საკუთარ თავს კარგავთ ხოლმე და ყოველური ინსტინქტები იმარჯვებს ხოლმე. ამიტომ როგორც კი ჩავალ,
ეგრევე ვცდილობ, რომ სუნთქვაზე კონტროლი დავიბრუნო. იქ ბრუნდები ადამიანურ მდგომარეობაში და იქ ვიმარჯვებ ინსტინქტებზეც. ასწორებს. როგორც წესი, პირველი შეგრძნება რაც არის, ეს არის პანიკის შეგრძნება. თავარი სურვილი რაც იმძლავრებს ხოლმე, ეს არის გაქცევის სურვილი. მაგრამ ზუსტად აქ ვიგებთ მენტალურ ბრძოლას საკუთარ თავთან. თუ აქ რჩები, მაშინ რჩები იქამდე, სანამ არ დაიბრუნებს საკუთარ თავზე კონტროლს. როგორც წესი, ერთი წუთით საკმარისია ხოლმე წყალში ყოფნა. 6-7 წუთის გავჩერებულად, მაგრამ ეს რეკომენდებული მაინც და მაინც არ არის, თუ ძალიან დიდი გამოცდილება არ გაქვს. მაგრამ ერთი წუთი საკმარისია. ერთი წუთის მერე ახვალ და მე უკვე ან ბუნებრივად, ან საუნის საშუალებით თბები. ესტონეთში ძალიან დიდი ტრადიციაა საუნების, ამიტომ ქვეყანა სავსეა საუნებით და მithumetes ზღვისპირას არის ძალიან ბევრი ადგილი. აქთან რომ ამოვალ, ვეცდები რომ ბუნებრივად გავთბე საუნის გარეშე და ამას გაჩვენებ როგორ. მაგრამ საუნა მნიშვნელოვანია. ეგარი. როცა ციუწლან ამოდიხარ, სხეული წითლდება იმის გამო რომ სხეულის მოძრაობა იმდენად აქტიურდება. ეს ეგრევე მეტყობა სხეულს და სხვა შორის ის ნაწილი რომელიც წყალში არ ჩასულა, ისიც ჩანს რომ ძირითადად მკრთალი რჩება. იმიტომ რომ სისხლის მოძრაობა გააქტიურებულია ახლა მთლიან სხეულში. ამე გავთბები და მე და აჩი შევალთ საუნაში. ეგ არის, აღარ მცივა საერთოდ. You done, buddy? How was it? Cold, of course. It should be cold. Take care. Jildo. ციუწლის შემდეგ საუკეთესო მომენტი ჩემს საფარელი პროცესი. ჩამიკეთეს ბოჭო. ეს საერთოდ სხვა სამყაროა. ციუწლის და სიცხის მონაცვლეობა საუკეთესო ვარჯიშია გულსიზაღთა სისტემისთვის. და საერთოდ სულ ამბობ ხოლმე რომ ყველაფერი რაც თავს ცოცხლად გაგრძნობინებს და ჯანმრთელობისთვის კარგია, როგორც წესი, ან ძალიან იაფია, ან საერთოდაც უფასოა. ჩემი მთავარი დევიზი, რომელსაც ძალიან ხშირად გაიგებ, ეწვიე სტრესს, სანამ სტრესი თავად გეწევა. სანამ აჩი ჯერ გავყინე და ახლა დავმდუღრე საუნაში, ესეც გამოიცვის და გავაგრძელებ ჩვენ ციუწლის თერაპიებს დღეს თელზე. ხო ეგრეა აჩი? წავედით და აბა თქვენც არხი გამოიწერეთ და ძალიან მაგარ კონტენტს შემოგთავაზებთ სულ მალე.